სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა დღეს ფიგურულ სრიალში ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს ანტონ სიხარულიძეს უმასპინძლა. სამინისტროში შეხვედრისას თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის სპორტის კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარია ფიგურულ სრიალში, ძიუდოსა და ფეხბურთში ასაკობრივი გუნდების შეხვედრების ორგანიზებაზე, ასევე ფიგურულ სრიალში გამოცდილი მწვრთნელების რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლაზე და მასტერ-კლასების ჩატარებაზე. გავიარეთ ბევრი თემები, რა თქმა უნდა, სპორტთან დაკავშირებული, სიგურაობასთან დაკავშირებული და ძალიან საინტერესო შემოთავაზებაც იყო მისი მხრიდან, რომ მომავალი წლისათვის ორგანიზება გაუწიოთ ვარსკვლავების ჩამოსვლას და აქ შოუს მოწყობას ცნობილი რუსი მოციგურავე სპორტსმენების მონაწილეობით. საინტერესო შეხვედრა შედგა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ასეთ პროექტებს და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას სპორტის ისეთ სახეობებში, რომელიც ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, მაგალითად ფიგურულ სრიალში. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საგაიცოდ რამდენიმე საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა.